მონაწილეთა მღელვარება კონკურსის დაწყებამდე კულისებშივე იგრძნობოდა. 14 ლამაზმანი მისთელავი 2009 ტიტულის მოსაპოვებლად ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა. სამოდელო სააგენტო ფავორიტის თელავის ფილიალის გოგონებმა თავდაპირველად საქორწინო კაბები მოირგეს და თითოეულმა მაყურებლის გულის მოგება ასესცადა. ერთ-ერთი კონკურსი, ჩეხების კონკურსი, მის ევროპა და მსოფლიო იუნიორი ვაჩუქე თელავს. რაში გამოიხატება ეს ჩუქება. ყოველწლიური გვინდა გავხადოთ ეს კონკურსი, გამგეობის ხელის შეწყობით და ყოველ წელს გაიმართოს მისთელავი და მისთელავი გაემგზავროს ჩეხეთში. ამ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე. კონკურსის მეორე ეტაპზე ლამაზმანები მაყურებლის წინაშე თეთრი მაისურებითა და შავი ელასტიკებით წარსდგნენ. მათი ვინაობა გულშემატკივრებს კონკურსის წამყვანმა გააცნო. მისთელავი 9 კაციანმა წარმომადგენლობითმა ჟიურიმ შეაფასა. მათთან ერთად არჩევანის გაკეთების საშუალება მაყურებელსაც მიეცა. მათ საკუთარი რჩეულის ნომერი შესაბამის ფურცელზე შემოხაზეს. კონკურსის მსვლელობა მისმა ხელმძღვანელმა შეაფასა. არასოდეს არ ვარ არაფრით მაყოფილი რომ ვიყო ალბათ აღარც გავაკეთებდი, იმიტომ რომ ჩავთვლიდი რომ მივახციე ყველაფერს რისი მიღწევაც მინდოდა. იყო რაღაცა პატარა ხარვეზები, მაგრამ ამდენსაც არ მოველოდი სიმართლე რო ვთქვა, იმიტომ რომ ბავშვები მეცადინეობენ მხოლოდ ერთი თვეა. როგორც წესი მთელი წელი მეცადინეობენ ხოლმე და აი ბოლოს რაღაცა გამოსდი. გოგონები არიან ძალიან ნიჭიერები და ძალიან საყვარლები და რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გოგონების ჩაცმულობაში თავისუფალი სტილის არჩევის შემდეგ გადამწყვეტი მომენტის დადგა და ფინალში ლამაზმანები საღამოს კაბებით წარსდგნენ. სტუმართა შორის მშობლებიც იყვნენ, რომელთა მღელვარებამ განსაკუთრებით მაშინ იმატა, როცა ჟიური გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. კონკურსზე 14-დან 18 წლამდე ასაკის მონაწილეთა ინტელექტით შემოწმდა, რომლებსაც შეკითხვები დალუქული კონვერტებით გადაეცათ. ბავშვები სწავლობენ სიარულს, მომეწონა ის რომ ბავშვები თავის ჭერას სწავლობენ, ხალხში ქცევას სწავლობენ. შესაბამისად შეიძლება ეს იყოს. მინიმალა იყო დღევანდელი საღამო, რომ უღრმესი მადლობა ყველა იმ სპონსორებს, ვინც გვაჩუქეს დღევანდელი საღამო თელავებს. აი რომ ხშირად გაიმართოს ასეთი წამახალისებელი საღამოები გოგონებისთვის. რა ვიცი, ნახოთ რა იქნება. ნერვიულობ. ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით თავდაპირველად მეორე ვიცე-მისის ვინაობა გაირკვა, რომლის ტიტულიც ნინო შავშიაშვილმა მოირგო. პირველ ვიცედ მარიამ თეთრაძე აირჩიეს. მის თელავი 2009 კი ლიკა მეტრეველი გახდა, რომლისთვისაც როგორც ლამაზმანმა განმარტა, წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა. გამარჯვებულს გვირგვინი მის ჯუნიორ საქართველო 2009 ტიტულის მფლობელმა მოარგო. არ ვიცოდი ზუსტად თუ ესე იქნებოდა და ბედნიერი ვარ. აუცილებლად. მოულოდნელი იყო საერთოდ ეს ჩემთვისაც და ძალიან ბედნიერი ვარ და ვთვლი რომ ჟიურიმ ალბათ სწორად გადაწყვიტა. მე რომ ჟიურის წევრი ყოფილიყავი, ალბათ იგივეს გავაკეთებდი, რადგანაც ასაკი არ მიწყობს მე ხელს. კრიტერიუმი იყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახე, პლასტიკა, სილამაზე, რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, რომ ხმათა უმრავლესობა ძალიან ობიექტურად შეაფასა ეს გოგონა, რომელიც გახდა დღეს მისი. მისის და ვისემისების. საკმაოდ კარგად გამოვიდნენ, ძალიან მომწონს გამარჯვებული, ძალიან ყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ წარმატება მინდა უსურვო და იმედი მაქვს, რომ იქიდანაც რამე წარმატებით ჩამოვა.
კონკურსს ახალი ნომინაციაც იქვე დაემატა და გენერალური სპონსორის სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუციის სიმპათიად თეონა გაგანაშვილი დასახელდა. გამარჯვებულ გოგონებს სპონსორებმა VTB ბანკი ჯორჯიამ, ქინძმარაულის ღვინის კომპანიამ, კოსმეტიკურმა ფირმებმა ორიფლეიმმა და ეივონმა, კახეთის ენერგოდისტრიბუციამ და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადასცეს. მის თელავი 2009 მომავალ წელს ოქტომბრის თვეში პრაღაში დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.